Verpoşun dağılıkası.
მშვიდობისა, ჩემო როგორ ხართ? ხართ კარგად. Დილა 12 საათი. 12 საათი დილა არ არის. დილას კი იყო სიცივე და ესეც შემიძლია დილას მაგ არის სიცივე რა ვიყიდი ამ მომენტში აქციურ ქვეყანაში. პოლიცია გაუთავსებელი ერთი დაჭერილი პური. ოფიციალურად არისო. ეს ვიყიდე. ვაიდეთ თავალდი. ეს როგორ ნახევარ. მაკარონის პაკეტი, წონის. ონა კარაკი. ორილარისის კამფეტები. კოწახურ და პავის კამფეტია. ხანი აღარ მივიღე როქენი. ეს ქინძი არ მქონდა ამჟამად. თორე სხვა მწვანილი არის ახლა არ დამიწყო მწვანილი როგორ არ უნდა მქონდეს სოფელში 1 ლარისი ვიყიდე. არის და თესილი მე ორჯერ დათესათი მესამეჯერ. ხან დაიწვა, ხან არა მოვიდე და ხან არაფერს იჭამა. სხვას გეკტრობით მიწები აქვთ რომ უყურებ სხვადასხვა იგენსაც და ერთ კეკალ იმას არც ესამი მწვანილს და იმას, მაგრამ მე არავის არ მეუკლები მაგას. როგორ არ გაქვს სოფელში მწვანილი მეთქი. ესე რომ იცოდეს. ემჭამე გასული კითხვებით. მწვანილი არის და ყოველთვის არ არის მწვანილებიაც შენ გემოსა. სოფელში მithumetes ასე ყველაფერი უნიურად არ არის. ეს რომელი ხარია? ორავე კიდე ეკლესიის სამფერი. ჩემს ხალხში. კრედიტი გადავიხადე. ორლარი მქონდა დარჩენილი. წინაზე გადავიხადე, კიდე მქონდა დარჩენილი გადასახდელი და მიწერა თორე გაითიშა და ბარაძე ავტობუსის ბარაძე ჩავიწყე და რა ვიცი ისე მიდის ეს ფული ისია გავფასებული 50 ლარი დღეს არაფერი არ მოვიდეს არასფერი არ მოვიდეს 50 ლარი საკითხავადაც ვერ შევედოქი იმას კამარეს საფედეი. ყავა არ მიყიდია, როცა არ ჯერგვე ყოფა და რა ვქნა, საერთოდ არ დამრჩა ფული. კი რა რაც მინდა და იმას ვერ ვყიდებ რეალურად, საერთოდ რაც მინდა ვერანაირად ვერ ვყიდებ. რაც მაკალა ეჭირება გაჭირდება. არამედ მე ხურდას ვერ შევმილობდი ვერცად, სადაც შევედი მაღაზიაში არ დამის ხურდა არ ქონდა, ხურდაზე იყო ერთი ამბავი და რაღაცა მეც დავიბენიე. ეს კი ვიდეო გამბოლოს მაკარონის და დამჩერდით რა უნდა ბაჭემო არ ვიცი. და მოვა მე შაფარს მე განერვულება ვარ აღარ მაქვს რომ სესიო და რა ვიცი ორ დღეს იწვიმრა და ეს კი ადარი მაგრამ ხვალ ეწვიმა მე სულ ასეთი დალებია ერთ დღეს დარია ორ დღეს ვი მაგრამ რა ვიცი უბრალოდ შეიძლება პროგნოზი არ ვიცი ყავა ვიღე მეგონა რო ვარ ნერვებზე აჭრილი всё თუ გამნერვინდი და თავოდი სამაში უდენია ის რამდენ მოასხამთ ამ პატარა დოკუმენტში ახალი მოტანილი მაგრა ვიცი გინევი გავავსება
მე თუ არ გამოვჩნდება გადაღებას რა აზრი აქვს. მე არ ჩანვარ და შემჭამენ ამის გამოკიდე კამერას თანმივია ის მუშაობა და გადაღება და დახანჯამ გოგო მე ვიტადა მამა მიდალან ხომალი ათან ჯორჯი მეტი ამას საშუალება არ აქვს გადაღების დასადგამის ხელს არ უწყობს. მე თუ არ გამოვჩნდი რა აზრი აქვს მაშინ გადაღებას ვერ გავიგე. თან იმ დროს კარტოფილის ჭურვი დაგრილი გამზადებული მქონდა ყველაფერი ახლა შეძლებულ ჯავშიც. ხო? კიდე ასეთი რამე დამიწერა რაღაცა იმათ. მუზდელურად რო დაგიწერს ადამიან დაგდებულად. აი ჯერ მაგ თქვა მეტი საშუალება არ აქვს და კავიგიო ტელეფონის ხარისხი თუ არ მოგწოდა ჩემი ტელეფონი კარგად თუ არ იღებს იცი რას გეტყვი მიყიდე მაშინ ტელეფონის კაი ხარისხის და დასადგამის და ყველაფერი რო დაინახო შენ ასე ძალიან თუ გაინტერესდი რა გაქვს ერთი დასანახი ასეთი ვერ გავიგე კარტოფილი მქონდა დაჭრილი გათხრილი გამზადებული ხო და თან გავესაუბრებდი დიხანი არ მოსვარ მეთქი შენ რა გონია ახლა ხეხავ გაზზე ვაკეთებ საჭმელს თუ რა გინდა რა საჭორაოს ეძებ ერთი ვერ გავიგე ხო და არ ჩანს არაფერი და დადგმა არ იცი და არც დადგმა და არც არაფერი ხელს არ მიწყობს აქ რო იყო მიხვდებოდა რეალობას დაინახავ და მართალი ყოფილიყარ რომ მეტყოდი და ნუ ლაპარაკობთ ერთი და იგივეს აისჯერ რო გეუბნებით რომ არ არის მეტი საშუალება გადაღებაზე რასაც იღებს მე თუ არ გამოვჩდი რა აზრი აქვს მაშინ ასე ხელებს გამოვაჭრენ და ერთ რაღაცას კანგაზი გამოჩნდება და სხვა არაფერი. როგორც ვიღებ, ისე ვიღებ. თუ გინდა მიყურე, თუ არა და გაიარე. თუ არა მიიღიდი ახალი ტელეფონი, კაი ხარისხის, ასე გეტყვი და კაი დასადგამი მის კიდე. შენ რომ მოგეწონება. დაინახა ყველაფერს. არა მომიყვანე კაცო კისერში. მასე ხო მითხანაზე აკდებულად რო დამიწერ, ასე გეტყვი მე მიყიდე და გადიმასვიზამ. აი ხარისხით გადავიღებ და კამერასადაც მუშაობას ვისწავლ და დასადგამის ხელს უნდა მიწყობდეს მარტო ტელეფონისთვის არ ყოფნის. ყველაფერს რომ მიყიდე, მე გადავიღებ მას. წამშალია და მე არ ვიცი, მაგრამ არ შევიდა ნეგატივი ხალხი და ვიღალი. მიცილები არიან რა, საჭურაოს ეძებენ, რომ ვინმეს რამე ხوار აქვს, ისე რომ აიწყავო ნენა. მე ასე ვიხებ და თუ გინდა იყური ამას. всё молча. ეს გაბრაზებული ვარ და ვიყარე შენ ვიჯავრი, კი ვაპირებდი მაინც ამის თქოს ასე. შემიძლენ ხელში. ეკალია ქალებას ბანანს ეწოვა. ბანანებიც იწვევა კიდე, მაინც სხვანაირები ყოფილა პატარება. საჭმელში წაკეთება. მე ხილას მიყვარს. ახლა მივიღე. ეს კოწახური ადრე რამდენი მოდიოდა. ახლა ეგეც არის ეთყობა გაძვირებული, არაფერი არ მოდის ორლარი. ყველაფერი გაძვირებული, შვილო ეგეც. ემატო ორლარი რო ვეთყოდი, ან თუნდაც სანკინაღამ პარკი ივსებოდა. ინდა იკოფესი? არა. არც ერთი არ მინდა მომაც. რა ვიცი ადრე იგი იზახდე მიყვარს კოწახური კაია. ადრე მიყვარს. იორგი ძალიან უყვარს კოწახური. კაია კაცო, შეჯავნეთ რა გინდა. რა სერჩი ძალიან კაი. აბა შოკოლადს რომ მეიტანდა მე 2 წუთში არ გაგ რა ადრე აქვს შოკოლადის მოთა. შოკოლადი რა ფერა იცი გაძვირებული ამდენი წარ მოგივა. 5 წელს ჯამითებში იყო 3 ლარში და 2 ლარში და რა აზრი. არა მინდა. ნუ ვინდა. ძალიან კაი დაგინახავ ამაში, ხელს მოგიდებ. მე მომეციე. იანი. ყავის ძალიან კაია სხვათა შორის. ყავის შეცვლილი ძალიან კაი გემოქამა. ვაიმე რა გამწარდეს ხეს თათას არ მივედი. არავის ხურდა არ ხონდა. 1 ლარი ან 2 ლარი გამეუბნებია. რა იყო მას? წევრი სხვაგან ვიყიდი კაცო, რამეს მიუტან ფულს მისას მეთქი არც იმას არ ხონდა. ისეთი დღეები არის. არსად დღეს რა დღე იყო, არ ვიცი, ხურდა არც ის მაღაზიას არ ხონდა. ხურდა არ გვაქვს და ხო. მე რაც ვიყიდე და ეს კერი მე იქ გამოვიბრუნო. კიდე ეს ხალხა ხურდა ვიშოვება და გიწავე რა ისევლე მე. მას თუ ჩემი გამოსაბრუნებლად და ოდეიც უნი ასე შე.
და ადრე ის გამოდიოდა კიდე ჩვენთან რომ გაიხსნა ლიმონადის ქარხანა იყო კოწახურის ლიმონადი ყველაზე საუკეთესო. გახსოვს რა მაგარი იყო თან ჩაციებული რომ ჩამოაცხადნენ ჩააციებდნენ და ისე იყიდებოდა ვაიმე რა კაი იყო რა ყველანაირი ფერის მოქონდა და კოწახური იყო ნომერ პირველი ლიმონადი საუკეთესო და მე მაიგა იგი მე აგი ამოიღეს აგი არცი მეფშია მგონი ახლა სხვა ლიმონადები ახლა რო გამოდის რა ჩვენი მე ქარხანა ქანი შეიცვალა იგენმაც კოწახურიც გაქრას საერთოდ და უბრალოდ მეფდას სამდენ და ისეთი კაი აღარ იყო პირველად რო გამოვიდა იყო ბომბ საუკეთესო ლიმონადები დედა თანჯაციებული მოქონდა დედა რა მიყვარდა რა მიხარობდა მაგარი ლიმონადები ახლა პლასმასებში როა საერთოდ ლიმონადი უნდა იყოს მინის ჭურჭელი არ ვარ იგი მიყვარს ბოთლები რო შეხარუნებს იპატარობას ქონდა ასეთი ჩვევა და მათ ვარსში ვაწყობდი ხა მე როგორ მიყვარდა ბოთლები და ჩხარუნავდეს ზუსტად პლასმაში არაფერი არ ვარ კაი პარკებიც არ არის კაი ეს პარკებზე რამდენი ხნის წინ თქვეს რომ უნდა მოყრებულიყო ხმარებიდან და ჩაინაცვლა ქაღალდის პარკებზე და ეს მეორეა ბადე ისინი მაგრამ არ მოხდარა ეგეთი რამე ახლა თქვენ პლასმასის ბოთლები უნდა მოვიღოთ ხმარებიდან როგორც ეს პარკები არ ამოუღიეთ იგიც კაი ხანს არ ამეიღებენ იმასაც ვიცი მე ნაირ ცოცხებია შეკურულია ედა ფაბრიკის არა ეკაკეთებულია რა კაი ადგილზე თვითონ ბანანი რო აქვენ ადგილობრივებს ერთი საუკეთესო ხილია საზღვარგარეთ რაც ხომწოს აი რაც გამისინჯია ყველას რაღაცნაირი გემოდაყობა მაინც არა ესეთი სრულყოფილი და კაი ბანანი რო იმნაირია ერთი ბანანი აქვს მაგარი ხილი ირა გავსინჯეთ ანანასი იყო ამისერა ანანას კაი შეხვდა ჩვენ წიფე იყო კაი იყო წვნიანი და ძალიან კაი იყო მაგრამ ბოლოში როჭამ რაღაცა მწკლარზე გემოს გიტოვებს რაღაცნაირ თავისებურ გემოს ტოვებს იმას რომ მარტოვებდეს ის კაი ხილი იქნება მე ბურბუშელა არ არის აი ვიცი კიდე ეგავება და ისე მიყვარს ბურბუშელა ჩემ შვილზე ყვედურია რა ვიცი იმ პერიოდში ძალიან მაგრად იყიდებოდა თან ანჩხოს რომ მივედი ერთ ქალს დაქონდა ლარში 3 ცალი იყო 3 პაჭკა ჩემ შვილს უყვარდა და მე ყველაფერი იმაზე ვჭამდით დიდებულად იმ ბურბუშელას თავის გასართობად ჩვენი პატიბუტი დიდო ახლა ნაკლებად მაღაზიაში თუ შეხვდები სად ინტერესი კი მაქვს ყველანაირი ხილი გავსინჯო მაგრამ მანგოს ხილი მინდოდა და ვერ გავსინჯი აქ ერთი სალი ავოკადო ახ კაი ხარისხის თუ გინდა მაღაზიაში მე მდივარი მგობოს მოკაები ერთი ავოკადო დიდი თავი 5 ლარი ღირს მას მანგოც მაგასთან ნახე მაშინ სხვადასხვა შორის ხანა აქ და ხანა არა ერთი დიდი თავი მანგოს ნახობიც 5 ლარი არის მაღაზიებში სხვა მაღაზიებში არის იგი ავოკადოები წვრილებით იბრეშა თაგომბალებით ირად ფარს აღიმა რა ვიცი ისე გაგვიძვირიან ცხოვრება ისე ფასურენაი ფული 50 ლარი გახადენ 5 ლარებით აქტიურად არაფერი არ მომდის ძალიან რაღაცა ყველაფერი ვიდოდეს ოჯახისთვის მალი რაღაცა საერთოდ არ მომდიო
წელს ერთად ვერ გავაკეთე ბევრი ვერაფერი. წელს თუ დარჩის. მოაჩი ბევრს გავაკეთებ მეთქი და თურმე კაცი ბჭობდა და ღმერთი ისინო და ვისე. უცა მართლა თავრობამ ფული და რას გავაკეთე. იმ ფულით ვიყავი მე ძლიერად. უბრალოდ კარგად გამოუთვლიან ახლა ბავშვებს 11 კლასთან თავი მაგრამ სრულწლოვანი ხო არ არის ჯერ მაინც 11 კლასი. რომ დაამთავროს ჯერ არ არის ბავშვი სრულწლოვანი. 12 კლასი ხსნებაო. რა აზრი ქონდა 12 კლასს არანაირი აზრი არა. 12 კლასში არავინ არ სწავლობს არ ახლავს არ დადის. ის კი არა თუ იმე სწავლა უნდა და სადმე ჩაბარება უნდა სინამდვილეში ძალიან პატარაა საკიდანვე უკვე იმას რეპეტიტორებთან მას ემზადებიან დადიან იქედანვე დადიან და რა აზრია ამ სკოლას და მასწავლებლებს მე ვერ ხვდები სკოლაში დონეზე უნდა სწავლდნენ ბავშვის ისე ცოტა ბავშვები ყავს აქ რომ კიდე ცალკე მომზადება არ უნდა ჭირდებოდა ჩვენ დროზე რო იყო ძალიან ბევრი ავი სკოლაში და შეიძლება გამოკითხვას ვერ ასწრებდა მასწავლებელს არის დაირეკებოდა მასობაში და ყველას ვერ არჩევდა ყურადღებას იმ ყველას კიდე რაღაცას იტყვი. დარჩა 11 კლასი ნახევრად გამოუკითხა ირჩებოდა ხოლმე. ორი ბავშვი თუ მოასწრებდა გაგვეთ იქ მოხდას და რამე. და ახლა ზოგან გიღია 4 ბავშვია, 5 ბავშვია, ზოგან 3-ია. სადა ბავშვი? ო, ხალმოიმატად ჩემი მასთან შულთან ხალწას წავიდნენ ბავშვები, ზოგი მოვიდა, ზოგი წავიდა და მაინც დარჩენ ცოტა. ზოგი ადრე გავიდა და ძმა გავიდა, აქედან გადავიდნენ საერთოდ. ახლა უფრო ცოტანი არის. ეს ალოს გასაყიდად უნდა შეიძლება ჭრიიც აგეთ ყველაფერს ყიდის კიდია ეს ჭრიიც მოსახაში შესაძლოა არო დესეია აი მე გადი ბზიკო ახლა შენ მაგალდია ქანე აბზიკი შემევიდა როგორ მინდა ნეტას ერთ აღარ გაჭირდებოდეს ერთი ამინდები იყოს სულ ამის რაჯობი ძალიან ადრეაცი დისკოს გეკონება ახლა მზე გამოადა და თქება მე არ შემცება მაგრამ საღამოს ქიას იმას ცოტა შეთქობა უნდა ოთახს და წუმიან ამინჩი მithumetes რადგან კარმართო ფეჩის შევანთებ და აბა რა თქმა უნდა იმას ვიზა შევცივდა სიცივე მოვაძე იმ თვეში უფრო სიცივე იქნება კიდე ჯერსა და ნამდვილად კაიძე კარგად შევდა დავიცი ასე ვარ დავდივარ განერგიულებული და ასე ჯობია ყველამ შეიკავოთ თავი აქ ცუდი კომენტარები რა ვერ გადამირჩევით ჩემი გაბრაზდება არ იცით ტრისას მოყვარს ჩემს
მე გითხარე შენ იგი სალამ გაწვიმდებოდა მაშინ უნდა რაც შეწითლებულია მომკრიფოთ გაშრება დღეს და მოკრეფო რა უნდა ავაცოთ არ დავრბეს მე ორი დღე გიწვიმდა და აჯიგას გავაკეთე ერთ ბაჯიკი აჯიგას ვიფიქრე გავაკეთე ფეხი და დედა პრიბას გადავხედე რა არანაირ კარგად არ მახსოვდა რა დედა რამდენი რამე დონებია ის სუნელები ყველა ხონდა უკნა ნედლი წნელი აი და უშუალოდ ხუთი ბულგარულს არ იყიდი სამი მაინც ხონდა იყიდრო რაღაცა გამოვიდეს აი ბულგარული ძვირი წელს ფასი არაფერს არ დაკლებია საერთოდ დაკლების დროზე epostnეული როცა იყო ხო არ უშუალეთში რაღაცა გაზაფხული იმაზე აგვისტოში მაინც დაბალი ფასები იყო საერთოდ არ ყოფილა პირიქით სულ ზევით და ზევით მიწევს ჩვენთან მაინც მით უმეტეს ჩვენთან არაფერს არ დაკლებია ფასი ჩვენთან გარუსანა იყო და ძლიერს და ძლიერის იყო და არა თან ეგია მაგაზი არ არის კაცი წარმოდის და იგიც არ მაგაზი არ არის წელს არაფერს არ დაკლებია ფასი საერთოდ არც ერთის ნაწარმს არც ბოსტნეულს ახლა იმაზე ლაპარაკობდნენ რომ უკვე მაღაზიებმა წინდა იყო გაძვირება ხელოვნურად რადგან თქვენს რო 20 ლარი პენსიის ემატება ჯერ ის 20 ლარს გიკეთებს 50 ლარს დღეს ვერაფერს ვერ ყიდულობ საერთოდ 20 ლარი რა მარტო ჭამაზე ხომ არის სულ მიდიხარ საჭმელსეჯები ჩაცმა ხო გინდა აგერ წამალი გინდა მე ვაფშე არაფერში არ რჩება და ისე გაუფასური კაცო აი ფული მაინც იყოს მყარი რასაც გვაძლევენ კაი იმაზე მეც არ ვითხოვთ უბრალოდ ნარი გამყარდეს რომ ადამიანს გვეყოს და სასიცოცხლოდ მაინც გვეყოს წამალი ხო გინდა ჩაცმა ხო გინდა ელემენტარული ნასკი დაგეხევა რაღაცა გინდა კაცო ახლა ბრენდებს თუ არ იყიდე უბრალოდ ხო უნდა იყიდე რაღაცა ყველაფერს ხო ვერ იტყვიდა აფერ შეიძლება ისე გაუფასურენ რომ რა ვიცი მე საჭმლის გარდა ვეღარ ყიდულობ ვერაფერს და ისიც რაღაც ყოფილი და არაფერი არ მოვიდეს ცხიმი კიდე აუცილებელია ზეთი რო იყიდო და რაღაცა კარტოფილს იყიდე იმას იყიდე და ვაფშე აღარ დაგჭირება რა საერთოდ არ დაგჭირ კიდე კარგად მოასწარე მე იმაში პამიდორი რო ვიყიდე ახლა წამიჭირა მან ისე დააქვს საყიდელი და მე აღარ რჩება ფული თორე გიორგის ასაცმელი უნდა იმდენად გაუფასურენ ფული რომ მე სხვა რამისთვის კი არ რჩება არაფერი აღანაჩი უცმებს ხარ დავდი წერა ყოველთვის მისიეთაც მოვერიდებათ რომ წაართმე ჯერ სრულწლოვანი არ არის ხო წაართვა იმის მაგერო რამე კაი გეკეთებინათ და ხალხისთვის მიეცენ პირიქით წაართვენ ბავშვს კი რა ყველას წაართვენ მის ხალხსაც ძერი ხედა ჩვენი ეს მოვცით უკეთესიც არავინა ათვარე მოვიდეს ლარი მაინც იყო მაშინ მყარი და უბედურება რა მოგვიღენ ბოლო იყოს კაცო აი ლარი გამყარდეს იქნება რამე გვეყოს უფრო დამტენი არის უწუნოს ადამიანი ცოდვანები ხო არის ჩვენს მაგრამ ადამიანი მაძღარს ყველა მაძღარი გონია ისია მაგენის საკი მაიმე კატებსაც ყიდიან თუ რა ია დედა ხوارჯამი და ლეკვეები მაგალიაში დედა რაღაც ნაგინი ყველაფერს ჭამებენ აი თვითოლა ხალხი მაგრამ აგინი ეთიოპელებია თუ რა ვიცი მე აგეს განსხვავებულ თვითო იფარებენ მგონი მაგინი აი თვითოლა ხალხი ძააგავს ერთმანეთს მე თან ყველაფერს ჭამებენ რაღაცა გვენისნაირებს ჭამებენ ხოჭოებს აგენი ჭამებენ და სულ ხოგა მადლებს და რაღაცა ხილივით რო დააწყობენ თუ აი მაინც გემრიელი აი სიმინძ ახლა ჩვენთანაც სიმინდი მაგასაც უყვართ აქვე კიდევ კაი სიმინდი მაინც
ასე გაბრაზებული მე ვისაც არ გინახი ვართ. ახლა ნახავთ ხა. რა ადრე ამაზე ვეცეთ არ უბრაზდებოდი ისე წვენდა რომ წერდი მაგრამ რა ვქნა. ადამიანი არ ჯერ დაგიწეს ერთი და იგივე და ვერ გააგები. ვერა მაშინ დაიჯერებ. შენთან უნდა იყოს და მართალი ხარ მე მე. მართალი ყოფილიყარ რომ მე მყოფანები. განზრახ არავინ არ აკეთებს არა. და მე თუ არ გამოვჩდი რა აზრი აგრა გადაბიყვოს. მე უნდა გამოვჩდე პირველ რიგში. აი მე კატები რო ყავდნენ ჩაგდებული და იმასაც ხوار ჭამენ მე თვითონ რა ისე გაყიდვას რა უჭირს კატები. და რა. იცაღლ ხოიცი ვიცან მაშინ რომ ნახე იქინ. ფეხი გონდა მოტეხილი შემეცოდა მე კიკიოდა მე. იყო ახლა მორჩენი ვიცან იქინ ისე გამიხარა ისე იქნე იწვაშვაგუ. ხალებისა და სხვაჯერო. ისე გამიხარდა იცაღლეს და ნახვა გადარჩენილა კიდე გავიდე მაგრამ მოკლა. მანქანამ დაარტყავ მაშინ თქვენ და ფეხი გონდა მოტეხილი. იყო მორჩენილი აღარ წავ. აი მე იმდენი ძაღლებია გადმოყრილი რომ და კატებია. კატაფორში მე ვიდა. კატები მოგვეჩვია კიდეს ხუთი კატები შემოდის დიდი პატარა ისე კაია იყოს თაგვი არ იქნება მაინც არ გაჩნდება მაგი კაი. ახლა სიმიც რომ მოვიდა თაგვებით შემოგვესება. კი მაინც კატა მაინც შეჭამ. იმ თაგვზე მოგვაცილებს. ღამე აგარ შემევიდა. გამთრალი მქონდა გარეჯი და რაღაცა ბრაგონობს და ჩამოყოლში შემოსულა გასა და უშველებელი კატა იყო. გავედი ჯერ ფანარით გავედი და მე ავანტებში უხსმეთქი და რო ისკუპა და გააცურა გადაახტა. თაგვებს არ გააჯაჯანებს. კიდე დღისით, ღამით, ძალიან გვიანზე არ არსებობს ყველა დღე შუქის გამო გაქროვა გვაქვს რა ხდება, არ ვიცი შვაღამეზე შუქს ვიქრობენ. დრო და ეს არის რა ვიცი შვაღამეზე რაღაც აკეთებენ ვითომ რო აკეთებენ რაღაც. სულ შუქს ვიქრობენ, არ არსებობს რო არ გაქრეს, ხან ორჯერ სამჯერ ვიქრობენ. ამდენასაც გააქრეს სხვათა შორის. ბოლოხან შუქის გაქრობაც გახშირდა. ვარ გაჩვევენ რამესნი და ვაპარები. ძველ შერდა გვაბრუნო. უშუქობა რო იყო. არა მაშინ ჩეული ვიყავი და არც ტელეფონი იყო არაფერი და დიდად ახლა ინტერნეტზე რაღაცა სივრცეს რო ხარ მიჩეული მე ძნელია წუხდები რაღაცა ისე ხარ შეღებულობ თვითონ ინფორმაციას რაღაცას მაინც უყურებ მაშინ იმას ვიყავი შეგუებული აი ეს არ ვიცოდით და კი ვიხაროდა ძალიან შუქი რომ მოვიდოდა ვაიმე თან ცოტა ახალს იმოსვლა იყო სერიალების აღულას და დავდიოდით იმ კუნაბეთ ფნერში ქუჩების არ იყო მაშინ განათებული. სად მე უყურებდი ყველგან დავდიოდით მაშინ გზებიც არ იყო გაკეთებული დამტყეული ქუჩები. მანქანები ამ ქუჩაზე ჩვენთან ბლომად დადიოდა თან. და სადაც დავდიოდით იმ სიფნელეში ნახევარი საათის კურსთვის სერიალზე გვეყურე. გავშვები ჩვენ აი რა кайიყო. თან кайიყო და თაცუდი იყო. მე ნელენა კი იყო ჩუკი ხოლმე. გრაფიკით. თაცესთა გრაფიკი. მანამდეც ვიხდიდით, მაგრამ არ იყო. ფულს კრივავდნენ, მაგრამ შუქი არ იყო კიდე და მაგაზე ერთი ამბავი იყო და ყულად გვეჭყობებოდნენ რომ შუქი გინდა უნდა გადაიხატოთ და მაინც არ მოდიოდა შუქი არაფრის დიდებით. 2 წუთი გამოანათებდა და 2 წუთში კი რა 5 წუთში ვერ მოასწრებდი რაფერს. მე
მერე იყო ზოგს რომ ჩაუჭრიდნენ იმ ხალხს, მაინც შეყავდა ლევად და პლეტები იყო და იმას აერთებდნენ, მაინც ჩუმად იმაზე ეკეთებდნენ დღისით ხალხს და ჭმელებს. დღისით და ღამითაც. მინ როგორ მოასწრებ. სამაგერო წირს კითხულობდი სულ. ძალიან მიყვარდა წიგნის კითხვა. მე რო აღარ მქონდა სახში, მე ხეს განთხოვნილოდი და მოხონდი. წიგნში ვიყავი თელი არსე მით შესული და რაღაცა ერთი თუ ორი პერსონაჟი თუ მირა ფერტყვა ვიცი მე ვიყავი იქ. იმდენად შიგნით ვიყავი შესულ და იმდენად რეალურად აღვიქვამდი რომ ჩემი სამყარო იყო მე იმ წიგნში ძალიან იმათი ძალიან მიყვარდა წიგნის კითხვა. ახლა კიდე ეს რაც ტელეფონი შემოვიდა და ის ვეღარ ვუდებ წიგნს, ვეღარ ვკითხულობ ხა. ცალკე და ვერ წავიკითხე თუ ის არ მომეწონა თუ ჩემი არ იყო არ ვიცი. თან წიგნი უნდა ისქნა გული დაუდო. ვეღარ ვკითხულობ წიგნს. ადრე ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი და თხოვნილობდი და ძალიან მიყვარდა და ეხლა ვერ ვუდებ გულს. არ ვიცი თუ საჩემო წიგნი ვერ მახე არ ვიცი. ვერ წავიკითხე. იმიტომ რომ აქ ვარ უფრო და აქ მომეტი ინფორმაციას ხედავ, აქ უყურებ, აქ ვერთობი და ახლა წიგნი იმდენად არ მინდა. მაშინ ჩემი გასართობი წიგნი იყო. წოდნის წყაროს არის თავისთავად და იმათ. შუქობა იყო და წიგნს კითხულობდი, წიგნიდან იღებდი ბევრი ინფორმაცია და ბევრი ფილმი ქართულიც წიგნში ეწერა. დაწერილი იყო. თამაშები გასართობი ღამით ქალაქობანა კარტის თამაშობი თუ რამე ყველაფერს თამაშობი გონია ლოტო მქონდა მე თვითონ მქონდა ლოტო ბოლოს გიორგიმ ჩემმა გიორგიმ პატარა რო იყო რა საქართველო ყველაფერს იმას მიშობდა და მისი დაფები და მიხიეს გამიფუჭეს კარტონის დაფები და ქვები დამიკარგა არ გადაყარო მეთქი იყო ცოტა აკლდა და გადამიყარა მე ესთეტიკურად ვერ ჩოდა არ ვიცი ხილი იყო ჩვენი ბავშვობის ლოტოზე სულ თამაშობდით ლოტოს იყო გასართობს აბა თუ არა აგერ ვიანობამდე ბიჭები თუ ლაპარაკობდით ბავშვები რაც ვიყავით რა ვიცი ბევრი არ ვიყავით ერთი ორი ჩვენი ვიყავით ორი მეზობელი ჩემი ბავშვობის მეზობლები ისედაც სულ ვიყავით ახლოში ვინც ვყავდა ყველაზე მეტი ой, სიმდები დაურჩევიან, კაი ახლა ერთი კაი ჭრები სიმით. მოხარშო, შებრაძო. ასე გადავედით სხვა თემიდან სხვა თემაში. მედია. თავი არ მოგაბეზრეთ. მოკარგებო და გამშვიდობებით ახლა მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას ნურს თქვენ უგეწყინებათ ჩემი ასეთი პასუხები და ასეთი მოსვლა დღევანდელი გაბრაზებული იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ და მეც წყეს და უნდა გაიგოთ როცა ადამიანი გეუბნებათ რომ სხვანაირად არ გამოდის უნდა გაიგოთ მე არასდროს დამისმია ერთხელ რო იყოს ადამიანი და გებულობ აქ მეც ხო უყურებ ხოლმე სხვას არასდროს და გამჩენია მსგავსი კითხვები თავი შემიკავებ იმიტომ რომ შეიძლება არ მოეწონოს სულ არ გაითვალისწინებ ხო ვიცი რა სულ საერთოდ არ ვღებულობს იმას გეტყვი შემდეგი კითხება რაღაცა მსგავსი რაღაცა და დიდად არც მაინტერესებს ხოლმე მე რომ უყურებ ადამიანს ვფიქრობ რომ როგორც იღებს ისე იღებს რა უნდა დავინახო იმაზე მეტად ხელით ვჭირით ხო პატარა თავი კარტოფილები მქონდა უკვე დათლილი და
თუ ცოტა შეგნეთიდებია იმას ამომჭრი მეთქი და მე მინდოდა საუბარი, რა ვერ დაინახა, რა ქონდა დასანახი, არ ვიცი. ხელის ჭრით. რა იყო დასანახი იქ დიდად. რატომ დამიწერო კამერას დამუშავება არ იცი, სამკუკო ვერ ისწავლა, ვერ არაფერი არ ჩანს, მე მინდოდა რომ მე გამოვჩდე, მე როცა ვიღებ, მე უნდა გამოვჩდე მხოლოდ. რა არის იქ სხვა დასანახი? ხო ისიც კარტოფილი როგორ იჭრება? უნდა გაითვალისწინოთ აიშჩელ მითქვია და ვამბობ, როგორც მაქვს საშუალება, როგორც ეწყობა, ისე ვიღებ. მეტი ამ ტელეფონს საშუალება არ აქვს, დასადგამის ხელს არ ვიწყობს. მეორენაირიც მაქვს და იგიც იგივე დარჩა, მეგონა რაღაცა ცვლილება იქნებოდა, არც მაღლე მუშაობდა, არც დაბლე. რო გადმოვწევ მარტო ის გამოჩნდება მაშინ და მე საერთოდ არ გამოჩნდები ხალხო და შეიძლება ეს ტელეფონი მოადინოს ასე ატყლაპანი დაბლა. და ეკრანი რო გაატყდება და ის მე რა ვქნა თქვენ მიყიდით? რა ვქნა? ასე რომ რო ვამბობ, უნდა გაითვალისწინოთ. მე რა ვიცი, არავის არ ვეჭხუბი მაგის გამო ისარჩა და ესარჩა და არ უკერკიტებ ვის სად რა აქვს და როგორ აქვს. ეს კერა ზოგი საყურებლად არ ცალია უსმენ ხმით ხოლმე რომ საუბრობს სათანია. ასე რომ თავში იგავით მსგავსი კომენტარები იყო. უნდა მიხვდეთ ერთხელ და სამუდამოდ და კაი. კარგი თავდაპირველად დაგემშვიდობებით, მშვიდობიანი დღე ყველას, ჩემო კარგებო. ყველაზე დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის. მოგწონთ.